დაბრუნდეთ საქართველოში, სადაც ჰეპატიტის სკრინინგის შედეგები შეაჯამეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საქართველოს 9 რეგიონში უფასო დაავადების დადგენა ყველა მსურველს შეეძლო. ორი კვირის მანძილზე სულ 12,182 პირი გამოიკვლიეს. სულ ჩვენს ქსელში დაახლოებით 10,000-მდე ეს გამოკვლევა ჩატარდა, პლუს მინისტრის მოწოდების საფუძველზე კერძო სექტორი ჩაერთო ასევე, მემხედველობაში მაქვს ჰოსპიტალური ქსელი და დაახლოებით 3,000-მდე კვლევა ჩატარდა. ვერ ვიტყვით, რომ ის ციფრი რა ჩვენ მივიღეთ ეს დაახლოებით არის 16%, იგივე ციფრი გვექნება ქვეყანაში ცეგებათის გავრცელებასთან დაკავშირებით. იცით, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კვლევა ამერიკელ CDC-სთან ერთად, რომელიც დამთავრებულია უკვე, მიმდინარეობს შეყვანა უკვე ინფორმაციის და თვის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ უკვე ამ კვლევის შედეგები გვექნება.